განვაგრძობთ გადაცემა შემოგვეთა მეორე სტუმარი ლევან ჩხიკვაძე გახლავთ საქართველოს უშიშროებისა და დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერი მოგესალმები ბატონ ლევან მიკრობიოლოგი დიახ უკაცრავად და მიკრობიოლოგიც ასე ვთქვათ მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან პირველ ნაწილში უკვე ვუთხარით ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ განათლების სისტემაზე და მართალია განათლების რეფორმას საიდანაც დაიწყო ქართულმა განათლებამ თაღმასვლა უკავშირებენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და ასეთი ცენტრალური ფიგურა ანუ პირველი მესაფლავე ბჭყალებში ქართული განათლების სისტემის ბჭყალებში იმიტომ რომ იდეომატურად თორე სხვა მხრივ არა კახალომაია არის მიჩნეული მე მახსოვს ზუსტად ძალიან დიდი ხნის ჟურნალისტი ვარ რომ რეფორმა ქართული განათლების სისტემის დაიწყო ჯერ კიდევ შევარდაძის ხელისუფლების პერიოდში ეს იყო მსოფლიო ბანკის 60 მილიონიანი გრანტი, როდესაც განათლების მინისტრი გახლდათ ბატონი ალექსანდრე კარტოზია და 2000 წელი იყო თუ არ ვცდები, ხა მე როდესაც გავეცანი ძირითად მიმართულებებს ამ რეფორმის სიმართლე გითხრათ, აი თმაყალყზე დამიდგა და ამიტომ ინტერვიუ ჩავწერე ბატონ სანოძესთან, ის გახლდათ მაშინ ბატონი კარტოზიას მოადგილე, განათლების მინისტრის მოადგილე და ის ამბობდა საკმაოდ ისეთი აგრესიული ასე ვთქვათ ინტერვიუ იყო ამის მოძიება შესაძლებელია ბუნებრივია საჯარო ბიბლიოთეკაში და ის ამბობდა იმას, რასაც შემდეგ იმეორებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი განათლების მინისტრები და რაც მათ გააკეთეს. მაგრამ ჩვენთვის ეს უცნობია და ათვლას ვიწყებთ სხვა წერტილიდან. თუ ჩვენ გვინდა ვნახოთ რა პრობლემა და როდი შეგვექმნა პრობლემა და რა პრობლემა შეგვექმნა, ჩვენ და გავაანალიზოთ მთელი ეს პროცესი. მე როგორც ვიცი თქვენ ზუსტად აი ბატონი ალექსანდრე კარტოზიას მინისტრობის დროს იყავით მივლენილი აი თქვენი სამსახურიდან რომელიც ჩამოვთვალეთ რომელიც ყოფილი მაღალჩინოსანის ბრძანდებით განათლების სამინისტროში რა ხდებოდა რეალურად თქვა სამინისტროში რატომ იყო იძულებული საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა რეფორმას განათლებისას რომელიც განკუთვნილი იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის და რადგან ჩვენ და განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ეკონომიკო და გვეხმარებოდა დასავლეთ მე ესეც მახსოვს. სუსტად ამიტომ ჩვენ განათლებაშიც ვიგულისხმობოდით და ნახევრად ველურები ვიყავით. და უნდა მიგვეღო თამაშის ის წესი, რომელიც ნახევრად ველურების განველურებისკენ არის მიმართული. რატომ იყო შეუძლებელი წინააღმდეგობის გაწევა ამ რეფორმისთვის, რომელმაც უკვე აჩვენა, რომ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა გარდა გამოშტერებისა, თაობების, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ყველა საერთაშორისო კვლევით, ტექსტის და მოსმენილის და წაკითხulis გააზრებასა და ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში იკავებენ ბოლო ადგილებს. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საქმე იმაში გახლავთ რომ ის დღეს რასაც უკვე ფართოდ ამბობენ deep state-თან ბრძოლას და ფაშიზმთან და ამ შემდეგ deep state-ი რაღაც შენობა არ არის ეს არის გაინტერესებული ადამიანების დიდი კლანები რომლებიც თავის ხალხს ყოველთვის სადღაც ნიშნავენ ისეთ ქვეყნებში სადაც თავიანთი ძალაუფლების განხორციელებას სურთ ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და გუშინ ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგვე რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ და ხდებოდა იმ ადამიანების დანიშვნა ვინც მათ აწყობდათ ქვეყანას ვის ჭირდებოდა ის კი არა ვინც მათ ხელსაყრელი იმისთვის რომ ერი მოსპო ეს საყოველთაოდ ცნობილია მას უნდა გაუნადგურო რა რელიგია განათლება კულტურა ხო ესეა და პირველი დარტყმებით ზუსტად ამ მიმართულებით მიაყენეს ქვეყანას. მაშინ როდესაც დამოუკიდებლობა ჰქონდა მოპოვებული, ჯერ კიდევ ეროვნული სული კარად იდგა. და დღესაც მაგრად დგას. სწორედ იმ მაგრად დგომის და კონკრეტული ადამიანების თავგანწირვის ხარჯზეა, რომლებიც დღემდე წარმატებით ებრძვიან აი ამ ასე ვთქვათ deep states და იმ ფაშიზმს, რომელიც გარკვეული ნაწილი ჩვენ გავიარეთ ცოტა ხნის წინ სამედიცინო სფეროში. ეხლა თქვენ დამისვით კითხვა რომ ეს პროცესია საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრმა ბევრს გონია უпроსორად რომ ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია მოხდა 2013 წლის 23 ნოემბერს
სინამდვილეში ის გაცილებით ადრე მოხდა და კულუარებში 2001 წელს. აი მანამდე რა ხდებოდა, როგორ იყო მომზადებული და რაღაცა სიტუაციები. თქვენს უყოლას კარგად გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი მაგ პერიოდისთვის 96 წლიდან მოყოლებული უკვე აქტიურ პოლიტიკაში იყო და მთელი ძალები იმ ნავში მიდიოდნენ. მან დაიწყო იურიდიული კომიტეტის მაშინ კომისია ერქვა თავმჯდომარეობიდან მესამე მოწვევის. რა თქმა უნდა, მას ის deep state-ი ეხმარებოდა, რომელიც დღესაც ეხმარება რა ჩალში. შესაბამისად ქვეყანაში, როდესაც დამერწმუნებით რომ არ არსებობს ძლიერი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი სპეცსამსახური არ ყავდეს, ხო და იყოს ძლიერი. ეგეთ რამე არ არსებობს. თუ გინდა ძლიერი ეროვნული ქვეყანა ყავდეს, ძლიერი სპეცსამსახური უნდა ყავდეს. და პირველ რიგში ასაც უნდა ებრძოლო, ეს არის კორუფცია. დღესაც ხედავთ, ეს absolუტურად სწორია. იმიტომ რომ ჯერ კიდევ გოლდა მეიერი ამბობდა, რომ თუ გინდა ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, კორუფცია უნდა შესაბამისად ებრძოლოთ. ნუ მაგ პერიოდში, როდესაც თქვენ ამბობთ, განათლების სისტემას დაარტყეს, კარტოზიას დროს კი არა, უფრო ადრე. თამაზ კვაჭანტირადის დროს. აი თამაზ კვაჭანტირადის მინისტრობის პერიოდში ვიყავი მივლენილი ზუსტად განათლების სამინისტროში. მაშინ ჟურნალისტი არ ვიყავი, კვაჭანტირადის დროს, თუმცა მინისტრი რო იყო მახსოვს. და ძალიან ბევრმა კი პრაქტიკულად არავინ არ იცოდა მე რეალურად რა და როგორ. მაგრამ თვითონ იმ მაღალმა ხელმძღვანელობამ გაშიფრა უცხოელების თვალში ჩემი თავი. ეს ნელა მოხდა და მაღალმა ხელმძღვანელობამ თქვენი უშუალო სამსახურის ჩემი უშუალო სამსახურის კი. იქაც იყვნენ ანუ. კი. მეუშობის მინისტრი არ ვამბობ, რომელსაც ვექვემდებარებოდი, კიდე იყო ექვემდებარება, იმიტომ რომ მივლინებული ვიყავი ასე დაზვერვის დეპარტამენტში. სამწუხაროდ ის რასაც ის საუბარიც ეხლა მიწერს, ეს უკვე ცნობილი არის, პირველად ავსაუბრობ ამას ოფიციოში დევს შესაბამისი საჩივრებით, შესაბამისი დოკუმენტაციაც და ამდენად ეს საინულებებს არ წარმოადგენს არანაირს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიცავდით და ჩვენი ფუნქცია, როგორც უშუალობის სამსახურის, იყო ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ქვეყნის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა, ქვეყნის განათლების დაცვა. თავისთავად ცხადია, ჩემი ფუნქციაც ეგ იყო, რომ ვინმე იქ არ მოსვლოდა შეცდომა, კიდევ ხელმძღვანელ პირს და რამე დანაშაული არ ჩაედინა, თქვათ, სახელმწიფოს წინაშე. იგივე კორუფციის თვალსაზრისით, იგივე სხვა ქვეყნებზე მუშაობის თვალსაზრისით გესმით ხო რასაც ვხმობ. თამაზ კვაჭანტირაძე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი მწვრთნელი მინისტრი იყო. და მის დროს ძალიან ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა. და ერთ-ერთი იყო, აი დღეს უყოლა იმას საუბრობთ, ხო? სწორედ განათლების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებით და იმაზე დაყრდნობით, ეგრეთ წოდებულ 90-იანებში საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი. რა შეეში იყო კვაჭანტირაძე ამასთან? კვაჭანტირაძე იყო მაშინ განათლების მინისტრი. კი ბატონო. ესე იგი ის პროცესები, რაც ქვეყნის განათლებისთვის საჭირო იყო, სწორად მიდიოდა მაქსიმალურად სწორად რა. იმიტომ რომ ხელშემშელი პირობები ყოველთვის არსებობდა. აი მერე უკვე დაიწყო სწორედ აი სააკაშვილის და მისი დედის მიერ თავიანთი ინტერესების განხორციელება განათლების სამინისტროში. ის რომ მას ინტერესები აღმოაჩნდა ესეთი დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, მაგრამ იქიდან იწყება ეს. ვინაიდან მაშინ იმ პერიოდში მიიჩნიეს, რომ თამაზ კვაჭანტირაძე არ გააკეთებდა რაღაცებს, რაც იმათ აწყობდათ, დანიშნეს ბატონი ალექსანდრე კარტოზია. მაგრამ ის ხო შევარდნაძემ დანიშნა. შევარდნაძემ დანიშნა ამირან გამყრელიძეც. დიახ. გახსოვთ ხო? კი. იმას უთხრეს იმან გააკეთა. ბევრი რაღაცები იყო იქ ისეთი კიდე რომ ისაც დღეს ახლა. აი ვინ ეუბნებოდა? აი თალოვანები გასაგებია, ეუბნებოდა რუსეთიო. ამათ ვინ ეუბნებოდა? ეგრე არა, იმას აი ზოგადად მაგას ქვია deep state-ი. დიახ. რომელსაც არ ამბობენ ხოლმე. დიახ. მაშინ არ ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში. თვითონ შევარდნაძემ თქვა, გლობალიზაციას ვერ გადავრჩებითო, მაგრამო პატარა ერებს თავის დახტევის საშუალება აქვს, თუ შეინარჩუნებენო თავის სარწმუნოებას, თავის კულტურას, თავის განათლებას. ხა ცოტა ის არის არ მინდა შევარდნაძეზე, მაგრამ ახლა შევარდნაძე და სარწმუნოების დამცველი ცოტა რთულად არ მომიგენია, მაგრამ კი ბატონო ხო დაუბრუნდეთ კარტოზიას თემას და რა ხდებოდა? დაინიშნა ბატონი ალეკო კარტოზია და
მიუხედავად იმისა, რომ დიდი კარდულაში ჰქონდა მიცემული, ზოგადად სააკაშვილის დიდი აქტიურობით დაინიშნა. შევარნაძის მომხრეები ვინც იყვნენ იმავე კანცელარიაში და ასე შემდეგ, სამწუხაროდ დღეს ზოგი ცოცხალიც აღარ არის, იმსენი აღშფოთებულები იყვნენ. ვინაიდან კარტოზიასთან ერთად პირველ მოადგილედ კარტოზია მისი ცოლი რუსნა გორგილაძე წამოიყვანა. და ასევე მეც ძალიან ახლობელი ბატონი ვოვა სანაძე. ანუ განათლების ბატონი სანაძე რამ ხრი ახლობლობდა. თუ ზუსტად მახსოვს რომელიღაც კლასელი იყო თუ რაღაც. საქმე იმაშია რომ განათლების კლასელს არ აუშვეს, მაგრამ ცოლი და ქმარი მე ფიქრობ ინტერესთა კონფლიქტია. ფაქტის სახეზეა ხო? დიახ. ეხა იმ წუთში ხელი მოწერილი ხონდა თუ არ მოწერე ეს სხვადასხვა თემაა რა. ფაქტი ერთი არის რომ ის განათლების სფერო რომელსაც აი კბილებით ვიცავდით რომ ერთ ჭირდება განათლებას კარგი სისტემა გვაქვს, უნდა სრულყოთ და უფრო მაგრა წავიდა ქართული განათლება და აი იმის დანგრევისკენ წავიდა პირველივე დღიდანვე. ბატონი ალეკო დაინიშნა 99 წლის 9 აგვისტოს მინისტრად. აი მეორე დღიდანვე დაიწყო ამ თემების გაბრეცილობა. მაგრამ აი ეს 10 მილიონიანი გრანტი 60 მილიონიანი ბოდიში მსოფლიო ბანკის აი ეს რო ჩაიდო ეს ხო მსოფლიო ბანკის ინიციატივა იქნებოდა საქართველოს ხო ვერ მოითხოვდა ამას მომეცით გინდა თუ არა მათ ხო თავიანთი პოლიტიკა ჰქონდათ ყველაფერს თავის ინტერესი არა ინტერესი როგორ განახორციელებ შეინტერესების კათოლიციზმზე კიდე მეორე საკითხია თქვენ კარგად გახსოვთ რომ განათლების სამინისტროს შენობა იყო დამწვარი კი მახსოვს აი მაგასთან დაკავშირებით არაერთი რამდენიმე მილიონი თანხა შევიდა განათლების სამინისტროში მაგრამ ფაქტად არის ხო რომ განათლების დამწვარი შენობა არ გარემონტებულა კარტოზიას დროს ხო ესეა ამის გარდა თვითონ ისეთი კადრები გაუშვეს სისტემიდან ისეთი კადრები რომლებმაც განათლების სისტემა კარგად იცოდნენ შესაბამისი ავტორიტეტიც ჰქონდათ და ესმოდათ რაც თავია ჩვენი ეროვნული საგანძური ჩვენი განათლება რაც ნიშნავს ესეთი ხალხი დაითხოვა და მათ ადგილას აბსოლუტურად ისეთი ხალხი შემოუშვეს თელ სისტემაში რომლისგან გაწმენდა დღესაც რთულ პროცესს წარმოადგენს სწორედ აი ამ განათლების დაანგრევა რასაც თქვენ ბრძანებთ ლომაიას დროს კი არ დაიწყო კარტოზიას დროს დაიწყო მე ძალიან მიგვირს რომ ალბათ ყველას კიდევ ერთხელ რამეს შევახსენებ რომ როდესაც 2003 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდა ყველა დაიჭირა ხომ ესეა კი ბატონო ყველა დაიჭირა მაღალჩინოსანი ფული მიატანინა და ფულიც მიატანინა და დაიჭირა აი ესეთებით კი ბატონო ფულიც მიატანინა ბატონი ალეკო კარტოზიას არავინ არ შეხებია და ის იყო სრული ფარსი დადგმული სპექტაკლი რომ ვითომ არ მოვიდნენ ჩემთან ისენიო რა ქვია მასკიანებიო მე თვითონ გამოცხადებ სად გამოცხადა არსად არავინ არ გამოცხადებულა არსად არავინ არ აყოფილა მისი რეჟიმის ბატონო აი რა ხდებოდა სამინისტროში მე ვთქვი აი როგორი იყო იმიტომ მე სულ მაინტერესებს ეს რა დიახ აი ალეკო კარტოზია თავის მეუღლესთან ძალიან მშვიდად გაუშვეს საზღვარგარეთ და იქ იყო წარმატებით ისე რომ სხვა სოროსელი რომელიც რამდენ მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე ამავე სამინისტროში ისე ჩვენად გაუშვეს ყოველგვარი პრობლემების გარეშე ანუ ვინც ანგრევდა იქაურობას ამ განათლების სისტემას ხო გუშინ 2003 წელს არ დაწყებულა უფრო ადრე დაიწყო აი ამას საუბრობ და დღეს როდესაც ესეთი ადამიანი ინიშნება ელჩად გერმანიაში ელჩად ალეკო კარტოზია ძალიან ელემენტარულად და მარტივად და ძალიან გაოცებული და სხვადასხვა მე აი ხა გაჩვენებთ აი ერთ ვიტყვი თუ შეიძლება სამოგებული მაქვს სპეციალურად დოკუმენტები ჩემი მიერ საქართველოში დანერგილი იქნა შემდეგ შემოტანილი და დანერგილი იქნა მაშინ პირველად საქართველოში ასეთ რო არსებობდა ეგეთი რამე დისტანციური სწავლების ტექნოლოგიები ეს ფაქტია ჩემი შემოტანილია ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდა აი აქ როდესაც კარტოზიას დროს პირდაპირ მითხრა ჩემმა ხელმძღვანელმა შენ მათ ფულს არ აკეთებო და ადგილსაც დენო და მანდ უნდა წამოხვიდეო ხო
თავისთავად ხადია რომ საკედან მოდიოდა ხო რომ არ ვაძლევდი საშუალებას იქ იმისი რომ რაიმე მოეპარათ ერთ მაგალითს გეტყვით უშიშროების სისტემიდან გითხეთ ფულს რატო არ აკეთებთ კი დაზვერვის შეფმა კი და ანუ ეს იგი იქ რო სამსიღებდი მე იმას უნაწილებდა ადამიანი კი ეგრე არის ეხლა უყურეთ რა ხდება კარტოზიას და მის მეუღლეს პირველ მოადგილეს მალევე ყველაზე დაადგათ იქ რაღაცები მოხდა ისეთი რომ ბატონი ალეკო დღის განმავლობაში თვების მანძილზე სამსახურში არ დადიოდა მიდიოდა შუაღამეზე ეს ძალიან ბევრი ვაიცის და ხვდებოდა იმ ელჩებს შუაღამეზე რომელიც ეს დღის თვე შეხვედრა აი რას ნიშნავს ეს უცხოეთის ერთთან ღამე შეხვედრას გეკითხებით ну ალბათ ის რომ სხვა არ დაინახოს აი სხვა ეს რუსად ეგარი ერთ-ერთი თემა იყო მაშინ და ის რომ გაუშიფრეთ ისდება იმაზე გადაირია კინაღამ შესაბამისად ჩემ ხელმძღვანელობას დაიბარა ეს კაცი აქო ხელს მიშლისო მიშამდე მივიდა თემა მანამდე მიშას დედაზე უარი მქონდა ნათქვამი მისი ინტერესების არსებულ რაღაც საკითხებში და სულ გადავემტერა. ანუ ბატონი კარტოზია როცა იყო მინისტრი, მაშინ გამოჩნდა პირველად მიხეილ სააკაშვილის დედის ინტერესი საგანმანათლებლო მანამდე და ჯერ კვადრატირაძის გამოჩნდა, მაგრამ მაშინ უარი ეთქვა. და ანუ დაკმაყოფილდა ბატონ კარტოზიას დროს. ბატონ კარტოზიას დროს სწორედ იქ სადამ ვიყავი არ დაკმაყოფილებულა არაფერი მსგავსი. იმიტომ რომ არ იყო ის სწორად განათლებისთვის მოწოდებული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. არაფერი არ იყო იმაში. და დღეს გამოჩნდა რომ არ არის, ხო? და როდესაც მე იქიდან ასე ვთქვათ გამომაგდეს, აგერ არის დოკუმენტი, არისო კარტოზიას ხელმოწერით, რომ შობლების პერიოდში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უბრალოდ გამაგდო სამსახურიდან. უკანონობასაა ადგილი და აგერ არის ფაქტი. მაგრამ ამაზე უარესი თქვენ თუ მივლენილი იყავით იმ უწყებიდან. ამაში ესაქვე, მას ჩემი გაშვების უფლება არ ჰქონდა. უფრო მეც გეტყვით. დღემდე ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, თუმცა ხელფასს წლები არ ვეღებ. ესეც კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ რეჟიმის ხერხები ვიყავი, როგორც ხები. მე შევთქვით თავად ცოცხალი. ეხლა უყურეთ. მე გაჩვენებ დოკუმენტებს განათლების სამინისტროში 2001 წლისას, რომელიც რას მოწმობს. მე არისო კარტოზია არის მინისტრი, მისი ცოლი პირველი მოადგილე, რუსტან გორგილაძე. მე ძალიან გითხარით, რომ შემოვიტანე საქართველოში დისტანციური სწავლების ტექნოლოგიები და დავნერგე. შესაბამისად შემოვიტანე და დავნერგე ისე ხო არ არის? ამას მოყვა ძალიან დიდი მრავალმილიონიანი, 10 მილიონიანი ინვესტირება, ხო? როდესაც განათლების სამინისტროს მივმართე, ჩემი ასე ვთქვათ, გაგდებიდან 4 თვეში აგერ არის 27 თებერვალი 2001 წელი. სავსებით ლეგალური დოკუმენტია, სადაც წერია, რომ ქალბატონი რუსლან გორგილაძე აწერს ხელს რომ მიესალმებიან ჩემს ინიციატივას და რამდენიმე ძლიერი ცენტრის შექმნა დისტანციური სწავლების ცენტრის საქართველოში უდაოდ შეუწყობს ხელს საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას. ერთი კვირის შემდეგ, აგერ მეორე. წაიგითხეთ რა წერია? ასევე გორგილაძე. იმედი გვაქვს თქვენ ძალისხმევა დისტანციური სწავლების რა ქვია, მეთოდის დანერგვის შესახებ წარმატებით განხორციელდება. მაგრამ თქვენ და განათლების სამინისტროდან ჩვენ გჭირდება ვინაიდან თქვენ დათხოვნილ ხართ განათლების სამინისტროდან ჩვენ გაგვიჭირდება პირადად თქვენთან თანამშრომლობა. ეხლა მე თქვენ გეკითხებით ეს არის თუ არა პირადი მოსაზრება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საქმეებზე. არის. აი ამაშია საქმე და დღეს, როდესაც ამის შემდეგ რა თქმა უნდა გააკეთეს რაც უნდათ, როგორც უნდათ, მიშალეს, მოშალეს, დაანგრიეს და შეუქმნეს დიდი პლატფორმი, სწორედ იმ ლომაიას თემას, რომელიც თქვენ წერდა, რომელიც ყველა ნახა დღეს რო საშინელი მავნებლური თემები გააკეთეს. სხვადასხვა ლომაიაზე არანაკლებ მავნებლური მე სხვადასხვა ლომაიასთანაც მქონდა არა ინციდენტი არა ის რომ გამოდიოდა და ამბობდა რომ ძველი ქართული ლიტერატურა ეს არის რაღაც საშინელი ღამის კურიერი იყო მაშინ და რომ ეს უნდა ამოვიღოთ პროგრამიდან იმიტომ რომ ეს მძიმეა და მან თქვა ასეთი რამ აი მაგალითად ეკითხებოდა ვინც იყო წამყვანი ღამის კურიერის აღარ მახსოვს ვინ იყო აი მაგალითად თქვენ არ გიჭირდათ ის დაეთანხმა მიჭირდაო რატო უჭირდათ არ ვიცი მე არა ქართველები არიან რა არის მაშინ გასაჭიროებელი და ისო აი მე მაგათო გურამიშვილი მიჭირდა ძალიან და მაშინ მივხვდი რომ შეუძლებელია ადამიანს ლაპარაკობდეს ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების სირთულეზე თქვას რომ გურამიშვილი და გურამიშვილი ყველაზე იოლია და მაშინ გამიჩნდა ეჭვი რომ ბატონი ლომაია რუსულ სკოლა დამთავრებული იყო და არა ქართულენოვანი
დავიწყე ამის ძიება და აღმოვაჩინე თუ არ ვწდები ნაძალათში მე-13 საშუალო სკოლა რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული მის ქართულის მასწავლებელიც ვნახე მან მითხრა რომ ბატონ ლომაიას არანაირი ძველი ქართული ტექსტები არ უსწავლია და იმიტომ რომ მაშინ და მაჩვენა კიდეც იმ დროინდელი მაგრამ მაშინ ეხა ლომაიას წამება შუშანიკის წამება არჩია საზოგადოებამ და შესაბამისად დარჩა თქვა ძველი ქართული ლიტერატურა მაგრამ შემდეგ ეს შეეხება თქვა სააკაშვილის პერიოდს მე იყო შაშკინი გვარამიან ოდიაცკი და უკაცრავად ჯეჯელავა იყო შემდეგ მინისტრი რომელიც ამბობდა ფუო ძველ ქართულ ტექსტებზე ასტამ სიტყვაზე ანუ განათლების მინისტრმა არ იცოდა სიტყვა ასტამი ანუ სამივე ხელისუფლების დროს რაღაცა კატასტროფა და ავთანდილის ანდერძი რასაჭიროა და ლანძღა ქართული ზღაპრები თითქოს არ იცის რომ ზღაპრები ეს არის სიმბოლური ენა და ზღაპრები ეს არის გასართობი ბავშვებისთვის ეს არის ერის მიერ დაგროვილი საკრალური ცოდნა დაშიფრული ზღაპრებში და ეს რა თქვენიათ რატო გძელდებოდა ეს იყო თქვათ კარტ შევარდნაძის დროს ხო კარტოზე იყო მინისტრი სააკაშვილის დროს თქვათ ლომაია და ვინ ჩამოუთვალე მაგრამ ლომაია ყოველ თვალსაჩინოა მინისტრი შემდეგ თქვათ ქართული ოცნების დროს ჯეჯელავაც ძალიან თვალნათელი ნიმუში მე მას პიროვნულად არც ერთს არაფერს არ ვერჩი არის საქმე ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენები იმდენად მომძლავრდა იმდენი კადრები ყავდათ ყველგან და ყველაფერში რომ დღეს იმათი გამომზეურება კი მოხდა ასე ვთქვათ გაშიფრვა რომ მათი გაშვება გარკვეულ პრობლემებს იწვევს ხოლმე მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ იმ მმართველობითო საქართველოს თავისი მეუბა ხელში დაიჭიროს რომელსაც ეხლა ვხედავთ ჩვენ ეს თავის მეუბის ხელში დაჭერის თემა არის და ეს ბრძოლა სწორედ იმ ფაშისტთან და ეს ბრძოლა გუშინ არ დაწყებულა თქო მაგას ვამბობ კიდე წერა თქვენ ბრძანეთ ოვასანაძეც მოადგილე იყო ხო კი ოვასანაძე იქ რომ ფულები მოიპარა ფულები გაათეთრეს და ასე შემდეგ იცერთ კი ბატონო რა მოუვიდა იმ 60 მილიონი გრანტს მართლაც საინტერესოა რაში დაიხარჯა საქმე როდესაც ფულებს ასე ვთქვათ კორუფციას რო ქონდა ადგილეს ქვია ხო სამდეულის პირო თუმცა ხარო შეიცვალა შეორდნეთ ხელისუფლება კორუფცია იყო ერთ-ერთი ძირითადი მრავლდება უბრალოდ არ შეესაქმე ის ვოვასანაძე ჩემი მუშაობის პერიოდში ცნობილი იყო რომ მაგას აკეთებდა მე შესაბამისად ვაცნობე მაგალ ხელმძღვანელობას აი მიპასუხეს რაც წეგან გითხარი ჩემმა ფულს არ აკეთებდა ყველა ადგილს აცდენო და ის კაცი გაუშვეს უცხოეთში თავისუფლად თან იქ გაუშვეს სადაც მანამდე მის ძმას პირამიდე ბანკები ქონდა და ნახა ძმაზე ვერ მოვთხოვთ პასუხს მაგრამ შესაბამისად აი ხა თუ არის შესაძლებელი პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ განათლების როდესაც ადამიანებს ნიშნავენ უმაღლეს თანამდებობებზე და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რასაც ქვია 200 ლუპაში უნდა გაატარონ. სხვადასხვა უშიშროების სამსახური ხო ამოწმებს ხოლმე და მე ხარ არ ვიცი რას აკეთებენ. არა, ახლა ამოწმებენ. ეხლა ვნახე რას აკეთებენ. აი 2-3 ბატონი მამუკა დაინიშნა, მაშინ დავნახე რა გარკვეულ ძრებს აქვს ადგილი. მანამდე რა უნდა დამენახა? თქვენ ცხედავთ ხო უკვე ყველასთვის ნათელია რაც მოხდა ხო? სადაც უშიშროების მინისტრი თუნდაც კითხვის ნიშანი დაიბადება ესეთ თემებზე. ბატონ ლილუაშვილზე ამბობთ. სწორედ ბატონ ლილუაშვილმა მოიწერა წერილი რომ თუნდაც მისი ორგანიზაციის თანამშრომელი არ ყოფილა. ეხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? პირადი საქმედებს და აგერ არის კიდევ სხვა დოკუმენტებიც. და დევს ოფიციოში რამდენი ხანია. სხვადასხვა ახლა უშიშროების თქვენი განათლება. ელემენტარულად იმის პენსია დამენიშნა, სამხედრო კუთვნილი პენსია დამენიშნა, მაგის საშუალებაც არ მომცა. ეხლა მე რაზე უნდა ვილაპარაკო? ეხლა გამოსწორების გზაზე დგას თემა და ნახოთ აბა. თვითონ აი უშიშროების აი თქვენ ჩვენ ვიცით რომ მართლაც თუ არ არის ძლიერი უშიშროება, ძლიერი სახელმწიფო, უკაცრავად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სახელმწიფო ძლიერი. ჩვენ უშიშროების სკოლა გვაქვს, ჩვენ ყავდა უშიშროების კადრები, უშიშროების სისტემაში ხო ბევრი იქნება სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რომელთაც აქვს ინტერესი ჩვენ რეგიონში და ისინი ერთმანეთს კრიშავენ ხოლმე, ასე ვთქვათ, უკაცრავად ჟარგონისთვის. როგორ არის შესაძლებელი აი ამ მდგომარეობაში, როცა გარშემო ძალიან ბევრი, ძალიან ძლიერი სახელმწიფოს ძალიან გამოცდილი სპეცსამსახური მუშაობს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, თავის ინტერესს გამდერდა ეს ბუნებრივი არის. მათ ჩანერგილი, აი ჩვენ პოტენციალი აქვს ჩვენი უშიშროების სისტემას ის რომ ესენი გაანეიტრალონ რამდენაირად. პირდაპირ პასუხი. დიახ. ეს ძალიან მოკლე პასუხი უნდა მიხსნათ როგორ და მაინც ისეთ დონეზე საკმაოდ ბევრი ყავს ჩვენ ქვეყანას. დიახ. ისეთი კადრები რომელიც საქართველოზე მაგრად შეყვარებულია და ის თავარი ერთია შეყვარებულია და მეორე პროფესიონალი თუ არის. პროფესიონალები როგორ არ არიან
აქამდე თუ მანამდე თუ იყო ისო პროფესიონალები გაყარეს, ეხლა ეგრე აღარ არის. ნენელა იწყება იმ პროფესიონალების ასე ვთქვათ, ეხლაც გააკეთეს, ხო? პრეზენტირება იყო, უშუალოდ სკოლა გააკეთეს. ეს ის გააკეთეს, იმის რომ გასწავლონ, ხო? და ვინ უნდა ასწავლოს? სწორედ იმ ძველმა კადრებმა უნდა ასწავლონ. ძალიან ბევრი სხვადასხვაის უშუალობის თემებიდან გამომდინარე, არქივები და მასალები და დოკუმენტაციები და რაღაცები სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გააქრო. მაგრამ იცით რა ვერ გააქრო ის ხალხი, ვინც იმ დროს მუშაობდნენ და ეს არქივი მასალების გაქრობა რაში შეუშლის, ანუ რას აფერხებს? აი იმას ეგარ ვბრძანეთ, მაგალითად ვოვა სანაძის შესახებ, როგორ გაათეთრა და გამოათეთრა, იქ ხო იდო? ანუ კომპრომატები. რა თქმა უნდა, იქ ხო იდო. და წერან გითხარით, მე რაც მიპასუხა ჩემმა უმაღლესმა ხელმძღვანელმა, სადაც მივლინებული ვიყავი, თორე ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო უშუალობის მინისტრი. უშუალობის მინისტრის ბრძანების გარეშე მე ვერავის ვერ უნდა გავენთავისუფლებინე. მაგრამ მოხდა აგერა. ხოდაშ მე როგორც დავაკვირდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას ახლაც აქვს ეს სისტემა ფარავს ხოლმე დანაშაულს, თავის დანაშაულს, სისტემა ფარავს თავის დამნაშავე, თქვენ კი არ გულისხმობთ, ანუ თავის დამნაშავე წევრებს ეფარება და ეს ძალიან ცუდია. ეს რა ტრადიციაა? ეს ასე ხდება, აი მე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაგ შემჩნეული ყავს ასე ვთქვათ, ესეთი კონკრეტული მაგალითებით, რა თქმა უნდა. რა საჭიროა შენს ვთქვათ კადრს, რომელიც არის იქცევა ცუდად და დისკრედიტაციას უწევს სისტემას, დაეფარო და გადაარჩინო. რა წესია ეს? ეგეც იმისი გავლენებია, რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე. ეს ახლაც ხდება. ახლაც ხდება. სულ ცოტა ხნის წინ მე და ჩემს მეუღლეს თავს დაგვესხნენ. ჩვენ საკუთარ მანქანაში ჩამემტრიეს კბილები, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ცნობილია, მაგრამ არც კი დაუკავებიათ პირიქით უცხოეთში, გულაობს ბიჭი. რატომ? იმიტომ რომ მას პატრონი ყავს. ეს ცნობილი ამბავი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმის კურსი ამ თემის. ესე იგი მას ყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორე, სადაც გენერალური პროკურორი ყოფილი, იმას თავის კადრები ხო ყავდა? ფარცხალაძეც გულისხმობ. კი, თავის კადრები ხო ყავდა? და არა მარტო ფარცხალაძე კაცო. თავის კადრები ხო ყავდა? შოთაძე. ხო ყავდა თავის კადრები? ყავდა კი, ყავდა. ის კადრები ყველა გათავისუფლებულია? არა. არა. სააკაშვილის დროინდელი ვინც მუშაობდა იქ? თან ისეთ თანამდებობებზე, როგორც აი ეს პატიმრებზე ზედამხედველი სამართლო რო ერქვა პროკურორში. დღემდე არ არიან გათავისუფლებული. აბა როგორ უნდა ვინ უნდა დააკავოს ხო ერმეტყვი. გამომძიებელმა რაც არ უნდა მოინდომოს ზედამხედველი პროკურორი ყავს მას. ის თუ არ ეტყვის, ის ვერ იზავს ვერაფერს. დიახ. მოხდებით რას ვამბობ, არა? აი ერთი მეორეში ეს კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს არის სწორედ იმ deep state-ის გავლენები, რომლებიც 33 წლის მანძილზე საქართველოში რასაც უნდა იმას აკეთებდა. მხოლოდ ეხლა მოხდა იმისი პრეცედენტი, რომ მყარად დადგნენ. ისიც რატო? იმიტომ დადგა ოცნება მყარად, დღესდღეობით მყარად ფეხზე. იმიტომ დადგა, რომ ხალხმა მე რამდენად უკვე მივეცით ლეგიტიმაცია. იმიტომ მივეცით ლეგიტიმაცია ამ ბრძოლას, ამ ფაშისტთან ბრძოლას, ბოლომდე თუ არ მოუღე ბოლო, იმან გამეორება იცის. დიახ. თვით რეიგანმაც კი თქვა, ხო გახსოვთ 88-ში. თუ ფაშიზმი კიდე გამეორდება, მას ექნება ლიბერალური სახე. ამიტომ შესაბამისად ჩვენ ქვეყანას, როდესაც აქვს უბწყინვალესი, ასე ვთქვათ, გაიდლაინი, ხო, ესე ცოტა სიტყვა ესეთი. ამ შემთხვევისთვის ესეთი ბრწყინვალე დევიზი გვაქვს ჩვენ ქვეყანას, ხო? მამული ენასარწმუნოება. აი მას უნდა გავუყოთ ძალიან სწორად მივყვებით დღესდღეობით და ბოლომდე არის ეს, სანამ ბოლო ფაშისტის და იქნება განთავისუფლებული მინიმუმ სამსახურიდან. და დასაჯელი თუ არ დაისაჯა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდე ყურადღებით უნდა იყვნენ იმაზე, რომ ვისაც ნიშნავენ, თუნდაც ელჩებათ, ვინ არიან. მარტო გარდოზიაზე არა მაქვს საუბარი აქ. გესმის რა თქმა უნდა. სხვა ელჩებიც არიან ისეთები, რომლებიც ზოგი სოროსელია, ზოგი სალომეს დანიშნულია, იმათ ამბიციები აქვს. ამბიციები აქვს, რომ რამენერად მოახერხოს მომენტში შეიძლება ცუდი როლი შეასრულონ და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ბატონო. ამიტომ უბრალოდ ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ყურადღებით და არაფერი. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მე თქვენ დღეს გემშვიდობებით, ერთმანეთს შეხვდებით ხვალ 90-სა და 10 წუთზე ნახვამდის.